ჩემი ღრმა რწმენით პრაქტიკულად შეუძლებელია რომ ღიმილი არ დაგთამაშებდეს მაშინ როცა აფასებ ქართული ოცნების პრეზიდენტად წოდებულის რეალურად რუსული ოცნების ბანდის ერთ-ერთი ლიდერის მისი ლიდერობა არ გაიშვა არსად მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას როცა აფასებ გადაწყვეტილება ამგვარია რომ შეწყალებულნი არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილი ამბობს რომ გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი და ასე შემდეგ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდებოდაო მაგრამ ამასთან ხაზგასასმენე მოკლედ შევიწყალე და შევიწყალე იმიტომ რომ ვინმე არ მოგვედაოს რომ არაკონკურენტული იქნება ეს გარემოება აგე გამოვიდნენ ამით ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად არა მარტო დასცინის ესეთ შეფასებები წავიკითხე მე ამასთან დაკავშირებით ჩემთვის პატივსაცემი მოქალაქეები წერენ რომ დასცინის საზოგადოებას დასცინის ბადრის და მამუკას და ასე შემდეგ სხვა მოსაზრებებით წავიკითხე უკლებრივ ყველა ულოცავს ეგრა მაგის პასუხი ანუ ბევრი ულოცავს მამუკას და ბადრისგან თავისუფლებას და შესაძლოგან თავისუფლებას მაინც ესე უნდა თქვა განთავისუფლებას გამოვლენ აბა რას იზავენ ზოგი ამბობს იმას მალეკველი საშუალება თქვა რომ რადიატორზე ახლა ხელბორკილით ხო არ მიებმებიანო შესაბამისად უნდა გამოვიდნენ არა მარტო დასცინის არამედ ანადგურებს იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა საზოგადოებაში გაჩნდება მოსაზრება საზოგადოების ნაწილში გაჩნდება მოსაზრება იმის თაობაზე რომ ბადრიც და მამუკაც იყვნენ იმთავითვე გარიგებულნი და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სპექტაკლი რაც არ არის მე ჩემს პოზიციას დაგიფიქსირებთ განა არა მე გეტყვით რომ არანაირი გარიგება არ მომხდარა ბიზინასა და მამუკას შორის ბიზინასა და მამუკა ბადრის შორის მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ამგვარი რომ რაღაცა შენ მამუკა და რაღაცა შენ ბადრი უკან დაიხიეთ და შემომყევით ამ თამაში ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში რაც რეალურად ფარსია მე გადაწყვეტილება მივიღე ამგვარი მე მიგიჩნიეთ რომ თქვენ ხართ უსუსტესები სუსტთა შორის ანუ მთელი ოპოზიცია სუსტია მაგრამ თქვენ კიდე უფრო დამატებით ან მეტად ხართ სუსტები და უსუსტესებს ვინც წინააღმდეგობას არ მიწევს ან იმ ფორმით მეწინააღმდეგება რა ფორმით შეწინააღმდეგებაც მე მაწყობს მე მაძლევს ხელს ამიტომ მე თქვენ გაგანადგურებთ და საჯიჯგნად მიგიგდებთ მივაგდებ თქვენს თავს მივუგდებ თქვენს თავს საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც პოლიტიკურ სპექტრსაც რომელიც იქნება დაუნდობელი ასაკვირველია მამუკა ბადრის მიმართ ერთის მხრივ მიულოცავენ მაგრამ აგე უკვე გაჩნდა მოსაზრებები რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი მონაწილეობის თაობაზე იყო შეცდომა ეს მოსაზრებები ახალი კი არ არის ძველია მაგრამ ახალი ტალღით იფეთქა ამ მოსაზრებებმა და ბადრი მამუკას უნდა სცოდნოდათ იმ თავითვე როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას წყვეტდნენ გადაწყვეტდნენ რომ ბიზინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებდა მათ გასანადგურებლად არა მხოლოდ დასაცინად არამედ გასანადგურებლად თუმცა ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტული არიანობის პირობებში ჩატარდება მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის ამას ლაპარაკობს კაცი რომელსაც ამ წინადადების დაწერის უნარიც კი არ აქვს ეს არის პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი მივიღე გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე გამოთქვა მიმეც რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით ეს ძალიან საინტერესო რაკურსი და პასაჟია კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას რას ნიშნავს თუ ერთი ადამიანი ერთი გივით არგამაძე არ გამოცხადდა კომისიაზე და ამის გამო ის ბრალდადებულია ზუსტად იგივე მუხლით გასამართლებულია მამუკა ხაზარაძე ინდულგენცია არჩევნებში მონაწილეობა
რა საოცარ უსამართლო სამართლიანობასთან, უსამართლო სასამართლოსთან, უსამართლო სისტემასთან გვაქვს საქმე. რას ნიშნავს? თუ ზურა ჯაფარიძე იმის გამო რომ არ გამოცხადდა კომისიაზე არის ბრალდადებული და უბრალოდ არ მონაწილეობს არჩევნებში, ის უნდა დარჩეს საპატიმროში და მისი მოგვარე ბადრი ჯაფარიძე იმის გამო რომ ის მონაწილეობს არჩევნებში, ამიტომ უნდა განთავისუფლდეს. თუ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული დანაშაულში ედავება ხელისუფლებად წოდებული ბანდა და დაუმტკიცდა ცხადია ბჭყალებში ერთ ჯაფარიძეს და მეორესაც მეორე რატომ ინთავისუფლე რატო იმსახურებს განთავისუფლებას იმიტომ რომ არა მე გაურიგდა მეთქი მე ამ სიტყვას არ ვიხმარ მაგრამ იმიტომ რომ სახელისუფლო თამაშს თამაშობს და საჯიჯგნად რომ მიუგდოს ქართულ საზოგადოების ნაწილს მაინც ან პოლიტიკურ სვაღა ნაწილს მაინც მე იმიტომ აკეთებს ყაველაშვილი კი არა ივანიშვილი ამას არა მე წინააღმდეგი ვარ ბამუკასა და ბადრის გაჯიჯგვნისა ასე ვიტყვი მაგრამ მე ხომ არ ვწყვეთ მე ხომ არა ვარ თელი საზოგადოება თელი პოლიტიკური სპექტრი საერთოდ არა ვარ პოლიტიკური სპექტრი და საერთოდ არა ვარ საზოგადოების ერთი ჯგუფიც კი მე საზოგადოების ერთი ინდივიდი ვარ და წინასწარმეტყველებ ასე ვიტყვი რომ გადაუვლის, გადათელავს ეს უნდა ბიზინა ივანიშვილს სწორედაც რომ აქ მე სხვა მოსაზრებებით წავიკითხე ფორმულაზე ვარ ახლა თქვენის ნებართვით ასე მაგალითად პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტიაო ამბობს ბანდიტი კახა კალაძე მან შეიწყალა ორივე დამნაშავე რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ ანუ ნების ამათ ხო არ დაუწერიათ განცხადება შეწყალების თაობაზე მათ ხო არ უღიარებიათ საკუთარი ბრალი და კალაძე ამბობს რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ თუ მათ არ აქვს სურვილი ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ ანუ ჯერ ერთი ეს წარმოუდგენელია მაგრამ და კალაძე აქაც ტყუის იმიტომ რომ როდესაც ციხის კარები გაიხსნება როდესაც მას ეთქვიან რომ ეხლა ნიბრძანდით ამ საკნიდანო მათ უფლებაც კი არ აქვთ რომ დარჩნენ ამ საპატიმროში მართლა ალეკო ელისაშვილის თქმის არ იყოს ბორკილებით ხო არ მიიბამენ სადა აქვთ ეს ბორკილები მაგრამ რომც გქონდეთ ხო არ მიიბამენ საკუთარ თავს რადიატორსა თუ ავის ნარზე თუ რა ვიცი რაღაცა რკინის რაღაც საგანზე რომელიც შეიძლება სულაც არის ან არც არის არ ვიცი საკანში მოკლედ ფეხებს ვერ გააფშიკინებენ ამის თქმა გინდა თუ მათ არ აქვს სურვილი ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კი არავინ აძალებს განთავისუფლებას ამ უჰაერო ჟანგბადში აი უცნაურესი ტერმინი მოვიფიქრეთ უჰაერო ჟანგბადში გამოსვლას და საძიძგნად გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში ოღონდ ამ ძიძგვნაშიც გავედავ და ვიტყვი მამუკა ბადრის მისამართით თუ გასაგონად თავად არიან დამნაშავენი თავად არის დამნაშავენი ხმამაღალი სიტყვა ალბათ პასუხისმგებელნი იმიტომ რომ საზოგადოების ერთი ნაწილისათვის მათი მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მათი ქმედება ამგვარ ტაქტიკური სვლა იმის თაობაზე რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და გამოსტაცებენ დედაქალაქს რა დედაქალაქს გამოსტაცებთ ამ ბანდიტებს ჩემზე კარგად უნდა გცოდნოდათ იცით და გეცოდინებათ ჩემზე კარგად არ ვიცი მაგრამ უნდა გცოდნოდათ თუ პოლიტიკოსობაზე როგორც ასეთზე გაქვთ პრეტენზია აგე მეც გჯიჯგნით ახლა ასე გამოვიდა მეც გაკრიტიკებთ და მეც თან არ მაქვს სურვილი გულახდილად გეტყვით იმიტომ რომ მეც უნდა ავყვე ამ საყოველთაო ტრენდს და უნდა გითხრათ რომ მე ვულოცავ ბადრი მამუკას განთავისუფლებას დასაკვირველია ეს კარგი აქტია და ასე შემდეგ იმასაც კი ვერ ვახერხებთ თლად გულახდილები თუ ვიქნებით უოღონდ სრულიად გულახდილები რომ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ავუგოროთ რაღაც კამპანია და ვთქვათ ვერ ვახერხებთ ამას ვერც თქვენი პიარ სამსახური და ვერავინ ვერ ახერხებს ამას რომ გამოვტაცეთ ყაველაშვილს ბადრი მამუკაო ამასაც კი ვერ ვამბობთ ახლა მე Facebook-ზე დავწერე და აქაც ვიტყვი რომ ამ უჟანგბადო ჰაერზე გამოსვლა ანუ ციხის კარის გაღება ძალიან მძიმე იქნება, მძიმე გადასატანი იქნება ბიზინა ივანიშვილის პირადი ტყეებისათვის, მამუკასათვის და ბადრისათვის, მათ რეპუტაციის აღდგენა იქნება ძალიან რთული. ეს Facebook-ზე არ დამიწერია, მაგრამ ახლა ვიტყვი, ზეპირსიტყვიერად მოგახსენებთ, რომ თუ ლელო ძლიერ საქართველოს გახარიასთან ერთად უნდა მიეღო პირობითად ვლაპარაკობ, ცხადია 10% გამოსვლის შემდეგ გაგიკვირდებათ და ისინი მიიღებენ 8%-ს ან 7%-ს ნაკლებს. აი, ხო თითქოს ორი ლიდერი გამოდის, ხო თითქოს ორი ლიდერი სყოფნა
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ უცხოელის ექსპერტებიც არ ეყოფათ, არ ვიცი, ძალიან დიდი შინაგანი ძალა, შინაგანი რწმენა, ქმედება საჭირო იმისთვის, არაორდინალური ქმედება საჭირო, რეპუტაცია როგორ კი აღურხეს აღირგიდონ და მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ ირაკლი კუპრაძისათვის ასე მაგალითად ხმის მიცემას, მის გამო ის ამ მოქალაქეების ნაწილიც კი მიიჩნევს, რომ ეს იყო იმთავითვე ფარსი, გარიგება და ასე შემდეგ, რეპუტაციულ ზიანს პრაქტიკულად ასე ვიტყვი, ვეღარაფერი გამოასწორებს, ბიზნესამ გაანადგურა მამუკა ბადრი, მე ვუსურვებ რასაკვირველია ერთსაც და მეორესაც, რომ როგორღაც მოახდინოთ რეპუტაციის აღდგენა, რეპუტაციული ზიანის გამოსწორება, ამ გაფარჩაკებიდან გამოსვლა და ასე შემდეგ, მე ვუსურვებ ამას, მაგრამ ვაი ვეჭვობ ვაგლახ, რომ ესე ალბათ მაინც არ მოხდება და არ მოხდება. ახლა რაც შეეხება ერთ პასაჟს, რაზეც გავამახვილე ყურადღება, როგორ უნდა ახეთ როგორ ძნელი სათქმელია თითქოს, მაგრამ თან მეცინება ამ ყველაფერზე. როგორ უნდა დარჩნენ ისინი საპატიმროში. აი, რა უფლება მაქვს ხა, არც მისმენენ ხო? ვინც მისმენს მათი პარტიიდან, ხმას ვერც მიაწვდენს და არც მიაწვდენს. ვერ მიაწვდენს. ან არ გაიზიარებს თავად ამ ჩემ მოსაზრებას, ან თუ გაიზიარებს, ვერ მივა ბადრი მამუკამდე, ვერ მივა რასაკვირველია. ეს თვითონ უნდა მიხვდნენ ამას, ამიტომ მეც რომ ლაპარაკობ ახლა, ხო? არც არავის არ ველაპარაკები, ადრესატიც არ არის მათი პარტიიდან და უშუალოდ ისინი ვერც არიან, განამარტო არ არიან. აი მე ავხსნი, როგორ შეიძლება ამ რეპუტაციული ზიანის სწრაფადვე გამოსწორება. რაც არ გააკეთებენ ბადრი მამუკა, მაგრამ მაინც. გამოსვლისას, აი გაიღო ციხისგარები, ერთიც და მეორეც, 1-2 მეტრიანი და მეორე 2 და 20, ვუტრირებ ცხადია მოკლედ, მაღალი და ბრგე კაცები. უნდა გააჩაიდინონ ისეთივე ბჭყალებში დანაშაული, რა დანაშაულიც ბჭყალებში ჩაიდინა მზია ამაღლობელმა. მათ უნდა მიარტყან რომელიმე ბადრაგის თუ პოლიციის თუ მილიციის თუ ციხის თუ ასე შემდეგ თანამშრომელს, რომ იქნება და იმათმა დაუშვან შეცდომა. გადაუბრიხონ ხელები და დატოვონ საპატიმროში. დააკავონ, გადაიყვანონ სხვაგან, სხვა დაწესებულებაში თუნდაც და მერე გაიმართოს ახალი სასამართლო პროცესი, სადაც მათ მიუსჯიან 2 წელს, ან 3 წელს, ან წელიწად ნახევარს. ან არ მიუსჯიან, ან ყაველაშვილი კიდევ ერთ შეწყალებაზე წავა, ან რაღაცას იზამს, ან ვერ იზამს და ასე შემდეგ. მხოლოდ ეს იქნება მათი რეპუტაციის გამოსწორება. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიუბრუნდება გული და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტყვით ჩვენ, რომ ესენი მამუკა ბადრი, კარგი ხალხი განა არა, არაჩვეულებრივი ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებმაც თბილისის იმპერია მისი კარგი კონოტაციით შექმნეს, ეს უმძლავრესი ფინანსური ინსტიტუცია. უმძლავრესი და უკარგესი ფინანსური ინსტიტუცია, დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსური გრადობის საფუძველთაგანი საქართველოს ბანკთან ერთად მაინც ალბათ ასე უნდა ვთქვა, ხო, ეს ლონდონის ბირჟაზე არსებული უმსხვილესი ისევ და ისევ იმპერია, უმძლიერესი იმპერია და ასე შემდეგ და სხვა ბიზნესებიც განა არ შექმნეს სკოლა, რაღაცა სასწავლებელი, სხვა რაღაცეები, ყველა კარგი ერთმანეთზე უკეთესი მეთქი, ასე ვიტყვი. მაგრამ როგორც პოლიტიკოსები ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გაფარჩაკების გზაზე მდგომები. ხო და უნდა მიარტყან და ამით უნდა თქვან, ან ჩვენ გავათქმევინონ, ასე ვიტყვი, რომ ისინი ფიქრობენ ასე. ან ყველა გამოვდივართ, ან არ გამოვდივართ არც ერთი. ყველა გამოვდივართ ერთად და ყაველაშვილმა კეთილინებოს და შეიწყალოს დანარჩენი 55-57 პატიმარი, თუ 60 პატიმარი. ან ჩვენც არ გამოვდივართ და რაღაცა არ არსებობს მექანიზმი არ გამოსვლის, აი ადგილზევე მე ჩავიდენ სისხლის სამართლის დანაშაულს. სისხლის სამართლის დანაშაული ხო არის ბზიასთან? ბზიას მაგალითზე თუ ვიბჯელებთ. აი მე ახლა ჩავიდენ სისხლის სამართლის დანაშაულს და აბა გამომიყვანეთ თუ რა ვიცი რაც ქვია არა. გამომიყვანეთ ამ საპატიმროდან, გამომათრიეთ ამ საპატიმროდან. განადგურება ეს რასაკვირველია ბადრისა და მამუკასი.
რეპუტაციული ისეთი ზიანია, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელი არის, მეთქი ჩემი წარმოდგენით, თუ არა twinier ამ გზისა, რომ როგორღაც კარგი გამოვიდნენ და იმავე დღეს ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და შებრუნდნენ. სხვა გზა და საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და რაიონ სიარული და ირაკლი კუპრაძისათვის ხმარდაჭერა მაშინ, როდესაც სურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გივი თარგამაძე, ირაკლი ოქრუაშვილი ეს ხუთი და კიდევ ერთია, ხო? გიორგი ვაშაძე დაპატიმრებულნი არიან და კიდე არიან სინდის პატიმრები, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ქართულმა ოცნებამ ჩატოვა საპატიმროში. ხო, სხვა გზა და კუპრაძესთან ერთად სიარული კარ და კარ და ლაპარაკი იმისა, რომ საბურთალოს რაიონის ამ ქვე რაიონში იქნება წყალი. ან პენსია იქნება ამდენი, ან ბაზრობა ბაზარში მისვლა და წუწუნი იმის თაობაზე როგორ გაძვირდა კიტრი. აი ამ პირობებში, როდესაც რუსული რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას, კიტრზე ლაპარაკი მამუკას მიერ, ჯერ კუპრაძის მიერაც არ შეიძლება, მაგრამ მამუკას მიერ და ჩვენ გავიმარჯვებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ბოდიში, ვერაფერს ვერ გაიმარჯვებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბჭყალებში ობიექტური არჩევნები ჩატარდება უშუალოდ 4 ოქტომბერს. იმიტომ რომ არჩევნები თავისთავად უკვე გაყალბებულია, წინარე საარჩევნო პერიოდი იმდენად არადემოკრატიულია, იმდენად ჩამპალია ქართული რუსული ოცნების მიერ, იმდენად გამომპალია სისტემა, როგორც ასეთი, რომ სულ რომ არავინ არ ჩაყაროს დამატებითი ბიულეტენები საარჩევნო უბნებში თუ როგორც ჩატარდება, არ მოხაზოს ელექტრონულად თუ არაელექტრონულად თუ როგორც არის, როგორც ჩატარდება ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები, წინარე საარჩევნო პერიოდის გაყალბების გამო უკვე განადგურებულია არჩევნები როგორც ამბავი. ეს მამუკა ხაზარაძე აქამდე უნდა გაეგო, ეს ბადრი ჯაფარიძე აქამდე უნდა გაეგო, ვერ გაიგეს ეხლა, აი, ვერ მიუტანთ ინფორმაციას, ვერც ერთი, ვერც ლევან სამუშია, ჩემი მეგობარი და ვერც ხვები და სხვები, ვერც დათო უსუფაშვილი, ჩემი მეგობარი. ვერავინ, ნაცნობები, უცნობები, კარგები, ცუდები, იმათზე კარგები, ყველანი, თაზო და თუნაშვილი, ვერ მიუტანთ ამ ინფორმაციას. მომიტევეთ თაზო. ძალიან დიდი ბოდიში ბატონ დავით, ძალიან დიდი ბოდიში ფიქრია. ძალიან დიდი ბოდიში მანანა ნაჭყებიას მიმართავ. ძალიან დიდი ბოდიში თქვენ ვერ მიუტანთ ინფორმაციას ამის თაობაზე, მაგრამ ემანდ რომ მოხდეს, მე ხო არ ვიცი, რომ თქვენ ემანდ მოგეცეთ შესაძლებლობა 3-ოდე წუთით განმარტოებისა მამუკასთან პირველ ყოვლისა და ბადრისთანაც რასაკვირველია, გამოსულზე თქვენი პარტიის ოფისში უნდა უთხრათ, რომ მამუკა ეხლავე გადი, დაიჭირე პირველივე პოლიციელი და ესე გაუკეთე, რომ იქნება და დაგიჭიროს. რომ შენ რეპუტაციულად არ მიიღო ესოდენ დიდი ზიანი, რაც ისედაც მიიღე და ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაში ხარ, იმიტომ რომ აი ამ ფარსში მონაწილეობდა ბიზნეს დაივანიშვილება ჩვენი და თქვენი განადგურება, ანუ მათი განადგურება გადაწყვიტა და გაგანადგურათ, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით. მე ახლა ემოციას კი არ ავყევი, უბრალოდ მე ხსნი, რომ ესეთ უბადრუგ დღეში აგდებს პოლიტიკურ სპექტრს და მხოლოდ პრინციპულობა, მხოლოდ შეუვალობა, მხოლოდ სიჯიუტე, მხოლოდ ბრძოლის უნარიანობა მასთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტით არის ამ ქვეყნის გამოსავალი. ყველა ნებისმიერი სხვა ყველა პატარა სივრცის დატოვება დიალოგისთვის ბიზინა ივანიშვილთან ნიშნავს, რომ ეს მზაკვარი კაცი გადაგვივლის ყველას. ეს თუ ვერ გესმით, ესოდენ გამოცდილ ადამიანებს და მართლა იმპერია TBC ბანკის შემქმნელებს 10,000 კაცი 15,000 კაცი მუშაობს რა, მე ვერასოდეს ვერ ამუშავებდი, ცხადია 15,000 კაცს კი არა, 150 კაცსაც კი, 15 კაცსაც კი, იმ დონეზე რა დონეზე თქვენ 10 თუ 15,000 ადამიანი ამუშავეთ, სისტემას ვერ გავაკეთებდი, პარტნიორებს ვერ მოვძებნიდი, ამხელა კაპიტალ დამანდებას ვერ გავაკეთებდი და ასე შემდეგ. ეს უზარმაზარი ამბავია TBC, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ და არც აი არ გამომივიდეს, რომ მე აი რაღაცა წინა ვარ თქვენთან შედა, რასაკვირველია არა, მაგრამ ის რასაც თქვენ ჩადიხართ ძალიან დიდი ბოდიში, მეც გადავალა გამომდის ახლა, მაგრამ კეთილგანწყობილი მოქალაქის გადავლა და არა ნიშნის მოგება. რასაც თქვენ გიკეთებთ, ჩადიხართ არა, გიკეთებთ ბიზინა ივანიშვილი, არის თქვენი პერსონალურად თქვენი განადგურების ცდილობა კი არა, განადგურება. მაგრამ და ამასაც არ მივაქცევდი ყურადღებას საბოლოო ჯამში, ამასაც კი ბოდიშები და ფეხებზე დავიკიდებდი, რომ ამის შედეგად ფრუსტრირებული არ ხდებოდეს საზოგადოების ერთი ნაწილი, ვისაც ეიმედებოდა პოლიტიკოსებისა
იმ ადამიანებს არ ჰქონდეთ რომ არ უჩნდებოდეთ გულაცრუება პოლიტიკური პროცესის მიმართ და ყოველი ამგვარი შემთხვევა ერთ ადამიანს აწყვეტინებს მათ შორის თქვენი მონაწილეობა არჩევნებში გადაწყვეტილებას აღებინებს იმის თაობაზე რომ დატოვოს საქართველოს და სადღაც მუშად არავის ვაკნინებ დაბალ სოციალურ პირობებზე წავიდეს ბულგარეთში არც თუ მდიდარ ქვეყანაში იქ იყოს რკინიგზის სადგურზე ხამეები გაათენოს რომ იქნება და მე ერთდღიანი სამუშაო იშოვოს აიღოს აგური დადოს რომ მე ფული გადმოაგზავნოს 37 евро საკუთარი ცოლშვილისათვის აი ეს არის სიმართლე და დანარჩენი ეხლა გამოდით და ჩაერთეთ და ილაპარაკეთ არ ვიცი უზარმაზარ პრობლემაზე დედაქალაქში თუ სხვა რაიონებში იმასთან დაკავშირებით რა პრობლემები აქვს სოციალურ საკითხებში ამა თუ იმ ქალაქს რეგიონს დედაქალაქს რაიონს წყალმომარაგება როგორ არ ხდება სადღაც როგორ გამოასწორებთ თქვენ წყალმომარაგებას თუ გაიმარჯვებთ ბაღდადში წალენჯიხაშიც გავიმარჯვეთ ოდესღაც მაგრამ რეჟიმი დარჩა რეჟიმად და განაცუდი საქმეები მათ შორის თქვენი მეოხებით გაკეთდა წალენჯიხაში არა კარგი საქმეები გაკეთდა მაგრამ რეჟიმი დარჩა რეჟიმად და ამ რეჟიმს დაამთავრებს მხოლოდ რევოლუციური ცვლილებები და არა გარიგებანი პირდაპირ თუ ირიბი გარიგებანი ამ ბიზინა ივანიშვილ რუსთან იმიტომ რომ ეს რუსი არის ბევრად უარესი ვიდრე ბოლო დროის ბოლშევიკები საბჭოთა საქართველოში ეს რუსი ივანიშვილი არის საქართველოს თვის ზურგში ლახვარის ჩამტყმელი კაცი რომელმაც დესაქართველოიზაცია დაიწყო და ჩვენ ვილაპარაკებით კიტრი კახეთიდან თუ ყურძენი კახეთიდან რამდენად უნდა ჩაიბაროს მე ვუტრირებ ცხადია მაგრამ მაინც რამდენად უნდა ჩაიბაროს სახელმწიფო თუ არ უნდა ჩაიბაროს საერთოდ და აი კუპრაძე თუ მოვა გამოსწორდება დედაქალაქის მერად თუ და გამოსწორდება სატრანსპორტო პოლიტიკა აღარ იქნება 700,000 მანქანა და იქნება 659,000 მანქანა და 41,000 მანქანა წავა ჯარდში